არ გაძლიერდა, ხედრიონის ფუნქციას ასრულებს ხელისუფლება, რომელიც აი ამ ფულს, რომელიც მოვიდა ბიუჯეტში, ხარჯავს ისე როგორც თვითონ გაუხარდება და როგორც თვითონ მდგომარეობა ვიმეორებ იმაზე რთულია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენთ. მოვდივართ ამ დროს, ხელებ ჩამოშვებული როა ხალხი. როცა ამის არის, ჩვენ ვეუბნებით მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს იქნება აქ, ვისაც აირჩევს მერე ხალხი და ვეუბნებით დეპუტატი, რომელიც კანდიდატია დღეს ჩვენ ვეუბნებით, რომ უბანში უნდა იცოდეთ არა მარტო ის, ვის რა უჭირს. არა ძალიან კარგი კვების პატარა ობიექტს გაკეთება შეუძლია, ვიღაც სალონის მოწყობა შეუძლია, ვიღაცას სამრეცხაოს მოწყობა, ვიღაცას ფეხსაცმელების ისა, მაგრამ არა აქვს ელემენტარული რამ 2, 3000, 4000, 5000 მოჭირდება მოაწესრიგოს ეს. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტზე გამოვყოფთ 200.000 დარს, პირველ წელს, მეორე წელს 400.000, მესამე წელს უკვე მუნიციპალიტეტმა და ჩვენი დეპუტატი ვინც იქნება იქიდან იმათ ნახონ რომ ის რისი გაკეთება შეუძლია რომ ხალხმა გადაწყვიტოს თვითონ ოღონდ სამუშაო ადგილი შექმნას. და თანაც რაც მთავარია, აგერ თქვა ბატონმა თემურ სირაძემ ძალიან ენერგიული და კარგი პიროვნებაა, გადაწყვიტა რაღაცა რომ თქვა რომ ჩემს ეზოში თუ მეზობლად აი გავაკეთებ რაღაც პატარა იმას რომ ჩვენ მივეხმარეთ დაუშვათ 10.000 ლარი. ის ბიუჯეტში რომ შეიტანს ფულს ქუთაისის ბიუჯეტში რაც მოხდება, მე ცენტრალურზე არ ვლაპარაკობ ქუთაისის ბიუჯეტში, თან ჩაეთვლება გადახდათ იმ ფულის. გადაიხადა 10.000 ლარი მივეხმარეთ ჩვენ ბიუჯეტში გადაიხადა 500 ლარი მოაგდა მის აღებულსაც 500 ლარი ანუ ჩვენ ფულს ვაძლევთ სამუშაო ადგილის შექმნისათვის. მე გითხარით წეგან რომ 15.000 ლარია ეს არ მიტყოს და გითხარით რომ 7 მილიონი ჯდება შენახვა მერიის და 15.000 ლარია ბიზნესის მცირე ბიზნესის მხარდაჭერისათვის. ჩვენ ამას ვცვლით და 20-25% პირველ ეტაპზე მეტი იქნება დახარჯული მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, ვიდრე მერიის შენახვა ჯდება. დაჯდება მერიის შენახვა. ეხლა დღეს როგორც გითხარით 7 მილიონი ჯდება. ამას გავანახევრებთ. მაგრამ რომ თითოეული სტუდენტის სწავლებისათვის გადამეხედა $500. მაშინდელი $500 დღეს მიეხმარეთ ამას ფულს თუ გადაახტაროს პირდებოდი ხელს ვაწერდი სტუდენტთან. რომ როდა სამჯერ მეც 10% დააბრუნე იქიდან. არის ოთხილფასი 10% დააბრუნე ელნელა ვიდრე დაფასება ვერ შევძლებ რომ შენ ასეთი ხელფასიანი გამიჩნდა. ანუ ჩვენ ვალდებულება გვაქვს უკვე მე უკვე აღარ მაწყობს უმუშევარი სტუდენტი, მე აღარ მაწყობს დაბალ ხელფასიანი სტუდენტი, მე აბრუნოს აი აქ. აი ასეთი სერიოზული სისტემები დეს, მაგრამ მე ამას განათლებულ ადამიანებს ველაპარაკებ. ის არა გვაქვს, ის არა გვაქვს, ის არა გვაქვს, ის არა გვაქვს, ეს კაცი რაზე ლაპარაკობსო. აირჩიეთ წესიერი კაცი. ერთგული კაცი. უღალატო კაცი. ფული პოლიტიკაში დამანგრეველია და კაპუჭებისთვის არაფერს არ აკეთებს. ივანიშვილის ფულმა დაადასტურა. რომ მოდიან ფულიანები, მოდიან იმისთვის რომ მეტი ფული აკეთონ. და იმ ადამიანებს უნდა დაუჭიროთ ხარი, ვისაც ჰქონდა საშუალება და არ უშოვდა. 20 წელი ამერიკაში თუ არ უყურებენ კაცს, იმას არ ირჩევენ არსად. 20 წელი უყურებენ, აბა როგორია კაცი და იმის მერე ირჩევენ, რომ დააკვირდებიან. ჩინეთში თუ 60 წელი არ შეუსრულდება თანამდებობას, მაგალს არ აძლევენ. ასეთივე გზით წავიდა იაპონია. ამერიკაზე, ჩინეთზე და იაპონიაზე ძლიერი ეკონომიკა არავის არ აქვს. კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად არ ირჩევდა ჟივული შარტავა, ეს მართლაც ეროვნული გმირი, იმ ხალხს, რომელსაც ორი მინისტრობა აქვს გავლილი და მერე გელაპარაკებიან ამ იმაზე. ყველაფერს თავისი სიბრძნე აქვს, თავისი გამოცდილება აქვს. აგერ წეგან რომ ვახსენე, მე აქ ჩვენი ბატონი ხამაშურიძე, ისეთი ძალიან ცნობილი ადვოკატი, იურისტი და რაღაც. მან ძალიან კარგად იცის, რომ ძალიან დიდი ასაკია ამერიკაში თუ არ შეგისრულდა მოსამართლე ვერ გახდება. ყველაფერი შეცვლილია ჩვენთან და ვინმეს გონია რომ ხელისუფლება ასაკი არ არის. ხელისუფლება არის აზროვნება. აზროვნება კარგი შეიძლება ჰქონდეს 80 წლის კაცსაც, 85 წლის კაცს და შეიძლება ჰქონდეს 20 წლის ბიჭსაც. რატო უნდა დავპირისპირდეთ ერთმანეთთან? დღეს ერთმა მითხრა რომ 55 წლიდან 65 წლამდე ამოვარდნილი ვართო საერთოდ მამაკაცებია, იმიტომ რომ არც პენსია გვაქვს, არც არაფერი გვაქვს, არაფერი და საერთოდ არსებობ თუ არა ვერ გავიგეთ. სამსახურში არ გიღებენ, ესე იგი არაფერს არ აი პენსიის დანიშნავდნენ, რა გავაკეთო? მე 40 წელს გადაცილებულმა კაცმა. არ ჭირდები, არავინ არ მეკითხება, არა და ამ ხალხში იყვნენ უდიდესი სპეციალისტები, აქაც ხედავ მე ადამიანებს, ეხლა ხო გვახსოვს, არა საღამოს ერთი მანქანა ჩამოივლიდა აქ ტომარს ეს გამიკეთები, ეს ასე ხელს მოვკიდებდით, დღეს დავდებდით ამ ტომარს, წვანელი მიდიოდა თბილისში, თელი თბილისი ამით ცხოვრობდა და ეს სახლები ააშენეს, აგერ როგორ ცხოვრობდა ხალხი და როგორ იყო. დღეს მიწის დამუშავებაც არ უნდა არავის, იმიტომ რომ თურქეთიდან მოაქვს პამიდორი უფრო იაფად. ხახვი და რაღაცა მოაქვს უფრო იაფად, კაც ვიდრე აგერ ჩვენი მოწეული, არა და საწამლავია ყველაფერი ესე რაც მოდის. თურქი საქართველოში ყიდულობს კარტოფილის და მიაქვს აკედა და საქართველოში მოაქვს აშინელება. თურქეთის საზღვართან არის ქათმებს
აი ესე იმას რაღაც წამალს უკეთებენ, საკუთარი თვალით ნახე ესენი ყველაფერი. წამალს უკეთებენ, გაალამაზებენ, ისეთი ფორმას მიცემენ, რომ სახში ჩვენი დედები და ბებიები და როგორ იმაზე უკეთესი შესახედავად, მაგრამ საწამლავია. ამერიკაში არ შეიძლება ბარკლის ჭამა. თურქეთში, არც თეირანში, ისა არც სტამბულში და არც კიდე დედაქალაქში თურქეთის არ შეიძლება რომ ჭამო ისა ბარკლის ხორცს არ აჭმევენ. იმიტომ რომ თურქმა როგორ შეიძლება ბარკლის ხორცი ჭამოს, იმიტომ რომ ბარკალში არის მთელი უბედურება. ამერიკიდან მთელი ბარკლის ბიზნესი მოდის აქ. და თურქეთიდან მთელი ქათმის და ბარკლის ბიზნესი მოდის აქ. ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ. მე მოვდივარ ქართული ცნობიერების კაცი. მოვდივარ პიროვნება, რომელმაც ვიცი ქართული მიწის ფასი და ვიცი მე წინაპრის ფასი. და მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩემს ბიჭს ვეუბნები, რომ შენ ხარ გიორგი თეიმურაზიძე. მე ვიყავი თეიმურაზ გივიზე. გივი იყო გივი პოლიკარპეზე. პოლიკარპე იყო ანტონიზე, ანტონი იყო ვასილიზე. იგით ვიცე კიდე ძალიან ბევრი კირილე, ხოხონი, გიორგი, ყველა ესენი ვიცი ამ იმაზე და 7-8 თაობა ვიცი და ყველა საფლავზე მივდივარ წელიწადში ორჯერ. ისევე როგორც ლუბა ვაჭრიძე, რომელიც აგერ იყო ჩვენი მასწავლებელი, მის საფლავზე ყოველ იმაში დავდივარ, იმიტომ რომ იმ მასწავლებელმა დამეთანხმებით, რომ გასწავლას ისუფთავე რომ დაგვაყენებდა რიგში. გახსოვს თემური ეს გააკეთებდა ვახო. დაგვაყენებდა და აბა გამოდი ჩარვალი გაუთავებული გაქვთ, აბა ხელები დააწყვეთ, აბა ყელი გვაჩვენეთ, როგორ არის ხვირსახოცი ამოიღეთ და აკურატულობა გვასწავლა და მათემატიკის მასწავლებელი იყო, როგორი და აგერ მე და მანანა რამდენ კონკურსზე ვართ ნამყოფი და გამარჯვებულები და რა ვიცი თბილისში და არა მარტო თბილისში და როგორ დირექტორი იყო, ყველა ილია მასწავლებელი იყო, დათო მასწავლებელი, რომელიც როკითხმა გაგზავნეს. მე მინდა რომ ვიცხოვრო იმ ქალაქში, სადაც მასწავლებელს ერთი ლარი ჩემზე მეტი ხელფასი ექნება. ქალაქის ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ამ სკოლის დახურვა. აი ძალიან კატეგორიული ვარზევად სკოლაში გადავაგდეს ასე რომ ვთქვათ და მინდა რომ აღდგეს ისევე ეს სკოლა. როგორც მშობელი გთხოვთ რომ მოგვაქციოთ ყურადღება და აღგვიდგინოთ ეს სკოლა ისევე. 27 სკოლის დამთავრებული ვარ მე. კიდე ერთი მეორე პირველი გამოცემა რომ გამოშვება რომელიც უთხეს აი პატარა სკოლაში იმით იყო ეს ისა ყველაფერი და ამასთან არის დაკავშირებული ჩვენი ახალგაზრდა. მე არ ამგონია რომ ჩვენ რომელიმე სკოლა უნდა გავაუქმოთ, რომელიმე რამე უნდა გავაუქმოთ. ძალიან კარგი რამე კეთდება აქ რომ აი თქვა რაგბის სტადიონი და ესე სხვა შორის ბატონ ბიძინას დიდი წვლილი აქვს თავში მე არ ვიცი ეხმარებოდა თუ არა აგერ ეხლა ჩვენები არიან ეს ხამაშურიძეები ძალიან ცნობილი კარგ საქმეებს აკეთებენ მე ძალიან მინდა რომ რაგბის სკოლაც იყოს 27 სკოლაც იყოს ისიც იყოს ყველაფერი მოთავსდება აქ და არ შეიძლება რომ ჩვენ აი ასე მოვეკიდოთ არ შეიძლება საბავშვო ბაღი შევამციროთ ჩვენ საბავშვო ბაღი გვექნება ისევე როგორც იყო მაშინ სამჯერად კვებაზე სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და სამჯერად კვებაზე ბავშვები უნდა ყავდეს ისევე როგორც პირველ მეოთხე კლასში რაღაცას უნდა ვაზრდებდეთ იქ რომ ძე იქნება თუ პატარა რაიმე რომ ბავშვი პირველ მეოთხე კლასში იღებდეს ისევე როგორც ბებია და შვილიშვილი ბაბუა და შვილიშვილი თეატრში პატივისცემით ვიყავდეს შაბათ კვირას ესწრებოდნენ სპექტაკლს და რაღაცას ვაზრდებდეთ მე სკოლაზე და მასწავლებელზე გადაყოლილი პიროვნება ვიქნები იმიტომ რომ საქართველოს მომავალი სხვა არაფერში არ არის საქართველოს მომავალი არის წიგნი განათლება ნიჭი და ნიჭიერება ეს ზოგადად ახალგაზრდა რაც ხდება ეს ხო არ არის ახლა თვითონ ვიღაცასთან შემოგდებული როა ეს ყველა მიჩნდა თუ ყველა აქ ვინც არის თუ ყველა მიჩნდა ეს რო ხდება ეს ჩვენ ცნობიერებაში როგორ წავა ესე იგი აფხაზეთში მე არის მე ძალიან კარგად ვიცნობ აფხაზეთის პრეზიდენტს ვინც არის დღეს თქვენ იცით რომ რა ბრალდებას უყენებენ მას თითქოს რამდენიმე 1000 ქართველი ჩაწერა იქ და უნდა რომ დაკარგოს იქ აფხაზეთში უკვე ძალიან ბევრი ვინმე მიხვდა რომ რუსეთთან ისინი ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მოკლე ეხლა ამერიკელებიც ეთამაშებიან აფხაზებს და ნახავთ თქვენ მოკლე პერიოდში რომ ამერიკელები ეთქვიან მოციდით რუსებს და ჩვენ გაგიკეთებთ რომ საქართველოსგან დამოუკიდებელი იყავით ამერიკა და რუსეთი ორი პოსტი ებრძვის ერთმანეთს და ჩვენი სულელური ხელისუფლებები ამ ბრძოლაში ნაცვლად იმისა სწორი პოზიცია დაიჭიროთ ესე იგი რაღაც სისულელებს აკეთებენ მე არც იმის გზას მინდა დავადგე რასაც სომხეთი აკეთებს ეს ევრაზიულ კავშირში შევიდა უკვე ამ დილით გადაწყვიტა და შევიდა ევრაზიულ კავშირში და მოაწერა ხელი იქეთ ამ იმას მაგრამ ჩვენ ხო დაგვეს კავკასია რა ხედავთ როგორ არის ერთს იმაში გვეკაჩებიან იქეთ მეორე ევროკავშირში და ღვთიშავენ კავკასიაში ერთიანობის შენარჩუნება ეს არის უდიდესი რამ
მაგრამ აი შეძლო ამერიკამ თავისი ხალხი გაიჩინა, რუსეთმა თავისი გაიჩინა და დაგვანაწევრეს. ჩვენ დიდი ნიჭი და დიდი ჭკუა გვჭირდება კავკასიაში, რომ რამე არ აღდეს. აფხაზეთში მოდიან აზრზე ძალიან ბევრი, ფრთხილად უნდა ამას. აი ის კი არ უნდა აშენდეს, აი ეგერ ახლა ხიზანთა დასახლება რო კეთდება. ის კი არ უნდა გაკეთდეს. ვეუბნები რომ აფხაზეთის საზღვართან ერთი ძლიერი საავადმყოფო ააშენა. აფხაზებს უთხარი რომ მოდით აგერ გიექიმებთ ქართველების სიყვარულით, პატივისცემით მიიღე. ყველა დაბრუნებული კარგად საუბრობდეს, იქეთ გავათმოთ ეს ურთიერთობები, ადამიანური ურთიერთობები აღვადგინოთ, ტელეფონზე დარეკვა იყოს უფასო, მიმოსვლა აღვადგინოთ, რაღაც მოვაწესრიგოთ ეს და ყველაფერი წავა ძალიან კარგად, იმიტომ რომ აფხაზეთშიც უკეთ მოვიდა ეს აზრი, მაგრამ საქართველოში ამას ძალიან ბევრს ვირ, იმიტომ რომ ყველა ცდილობს არც ამერიკას უნდა რომ აფხაზეთი საქართველოში იყოს და არც რუსეთს უნდა რომ აფხაზეთი საქართველოში იყოს. აი გუშინ ტელევიზიით გამოვიდა თუ ასეთ რაღაც ლეიბორისტები მისდევენ ახალი პარტია არის შექმნილი ნაციონალები გადაბარგდნენ ისეთ და შეიქმნა ეს პარტია და უთხარი ყველას აი არჩევნებს როცა როდესაც მიზანდება რომ უნდა შემოხატოს საფინცონო დააყენეთ კანდიდატები აი მის მიხედვით თუ როგორ და რა გაუკეთებია ქალაქისთვის როგორ უცხოვრია ავტობიოგრაფია ამოიღონ რა ხო და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება ჩემი თხოვნა იქნება რომ ყველაზე მთავარია რომ არჩევნებზე მოვიდეს ყველა თქვენ მეზობლებს ვინც არ არის ეს შეეხმიანეთ იმიტომ რომ აი ეს თავრობა და მომავალდარობა ყოველთვის ცდილობს ესე დაახალონ არჩევნები გადავდები გაგიკვირდება ციებს იგიას ეხლა დეტალებში ვიცი ყველა ბინა სადა აი ესეთი ბინებია ჩაშობილი ციაში რომელიც ბინაც არ არსებობს საერთოდ არ არსებობს ეს იმის წინაპირობაა რომ არჩევნების გაყალბება უნდა ნუ მივცეთ საშუალებას ეს იქნება ჩემი თქმა რაც მეტი მივალთ არ გაყალბება და უბრალოდ ერთი რაღაცა რომ ღირსეულს მიეცი თქვა დიდი მადლობა არ მივალო ხანდახან მე თვითონ არ ვიჩევდი და ეგრე ვიყავ წადვირჩევდი ხო ეხლა ეს იყო ისეთი პროცესი მაგრამ მე პატივს ვცემ იმათ ის ხალხი ვისაც ბევრს ყავდა სახში მე არავით არის საძი მაგრამ სოროსელებმა რომლებსაც ბაბუა უარყვეს, ბებია უარყვეს, დედამა უარყვეს, მამა უარყვეს და სოროსი აღიარეს მამათ ეხლა. იმ ხალხმა მიიღო ეს კანონი და ეს უნდა გიხაროდეს, რომ იმ ხალხმა ეს კანონი მიიღო. თავარია ეს ხალხი თავზე არ დაიჯირო. დაიჯენ თავზე სულ შეგაფურთხებენ აბა რა იქნება. აი ზუსტად მაგები, აქ ვადონთე. უბრალოდ ჩემი შტაბი არის გაკეთებული და რესტორანი ქალაქური. აი კოლონა რომ წამოვიდა ჯიპებს, რა რესტორანში ყველა ყოფილიყო და ყველა დავდივართ და ბატონო. მაგრამ უხერხულია როცა ხალხზე უნდა ზრუნავდე და ხალხზე უნდა ფიქრობდე როგორ დადიან და რა უნდა არ შეიძლება რა ესეთი რაღაც ამიტომ უსამართლობა ბატონებო სწორად გამიგეთ რა ბავშვებს გეფიცებით უსამართლობა მომიყვანათ გავანდებდე თქვენთან აბა მინდა გითხრათ და მინდა ვთქვათ რომ ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა ძლიერი ქუთაისისათვის ამის გაკეთება ერთს არ შეუძლია ძლიერ ქუთაისს შეუძლია საქართველოს შეცვლა გავერთიანდეთ ძლიერი ქუთაისისათვის რომ შევცვალოთ საქართველოს ეს არის ჩემი თხოვნა დიდი მადლობა და გისურვებთ კარგად სამდებოდი დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მოსმენით უჭირთ ბავშვების ტრანსპორტირება სხვადასხვა საერთოდ მე როდესაც ვიყავი ეს მე ვიქნებ ერთი სკოლა არ გავუქმდება კიდე მეტი შეიქმნება ერთი საბავშვო ბაღი არ გავუქმდება საბავშვო ბაღში სამჯერად კვებაზე სახელმწიფო დააფინანსებს ამას მთელი საქართველო არ ხერხებს ამას ვაკეთებთ მაშინ ჩვენ სკოლაში პირველ მეოთხე კლასებში სწავლას სწორედ ისეთი პრინციპები რომელიც ადრე არ შეიძლება მოსახლეობას ეხლა ორი შეხვედრა ქონდა ჩვენ ელემენტარული საკითხები რომელიც არ არის გადაწყვეტილი მე მინდა მადლობა ვუხმო ყველას ვისაც ხდები რომ თავარში ვერთები ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ძლიერი ქუთაისისათვის ძლიერი ქუთაისი ეს არის საქართველოს შეცვლა ერთიანდებით მოძრაობაში ძლიერი ქუთაისისათვის და ვინც ამ მოძრაობაში შემოვა ვინც შეძლებს რომ თავისი წვლილი შეიტანოს ეს იწყება საარჩევნო ყუთთან მოსვლა საარჩევნო ყუთთან მოსვლით ვიწყებთ ჩვენ მოძრაობას ძლიერი ქუთაისისათვის და შევცვლით საქართველოს ძლიერი ქუთაისი და ისაუბრი ახლა მიდი. შემახედე რა არის დახატული. ო, შენ გაგიმარჯოს, აი ბიჭი.
აი ბიჭი, კაი რა. გამომაცი. კი, აბა, რას ვიზამახლა. ეხლა ამნაირი გამომიგზავნე, ნახა და ვერ გუგე რაფაჩავთო. მოგიტანა მასტავე ახლა. კი, გასა. მე საათზე იქნება, მე გამომაცინე, მე. კი, მაშ. მოჩავა? ოკეი, კაი. ხელი რავი საკუშაგოზე ფიქრი დაძვენა ვადორდებული. ეხლა მაგის ჩვენ ვიცით ხოლმე იმერტ რატომ აგერა ზეიოლა ქუთაისმა გადაიტანა ეს ბედური პერიოდი. რაგინა შენ აქცემონებ შედიოდა უშენგენა. ავიცი ამით გარდა გამოდიოდი ახლა ამ ვიყავი. იარმა. სიგარეტი ისროლა. სიგარეტი ისროლა და დამხარა. აი, გაჩერდა. ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ და ვიყვარს წერის და მოყვარეთ. არავის არ ვეფიქრე, რაღაცის გაკეთება უნდა. წერო რაღაცა მოსახლეობამდე რაღაცა პრობლემა. 77 მერია მანქანებს მერიას. უნდა გაიგოს და ამ ხალხის პრობლემები მოყვარს. რა ვიცი, ალბათ იქნება ასე და ჩვენ ამნიკრობები ვართ და ასე ვიყავართ. რა ვიცი, დანარჩენი სიტყვის ბატონი თქონდა ჩვენ შეგანელოდებით. შეგიშვებს. ეს იუმორის თვალსაზრისით სასაკურველია, მაგრამ ეხლა ქალაქს რა ეშველება? თქვენი აზრით, ის შეიძლება იცხოვროს ქუთაისზე. შრომა რო ეზარება, ისიც გავითვალისწინო. დალევარის ეზარება, შრომის ანაზღაურება თუ იქნება ნორმალური შრომას არ აზარება. განათლებული ხალხია, ძალიან კარგი ხალხია. ძლიერი ქუთაისი არის, ძლიერი საქართველო. წარმოუდგენელია, რომ ქუთაისს ასუსტებენ შეგნებულად საქართველოს. შეგნებულად ასუსტებენ ქუთაისს. აპორიულია. შეგნებულად, რომ ქართული ცნობიერება მოსწონს. ქუთაისის მერიაში და ძალიან ბევრ თანამდებობაზე აცილებით მეტი სოროსელი და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები შორის ვიდრე ქართული ცნობიერების. არ გვინდა გამოვხილდეთ. ამათ შეუძლიათ მოსყიდვა, ფული აქვს დათასვინმეს, ათასაღაცას აკეთებენ და ებრძვიან ქართულ სულს. მე არ მინდა თანამდებობა, მე მინდა ვხედავ მდგომარეობას სულს, ძალიან ძნელს. იმინი უნდა დაბრუნდეს, სიტყვა უნდა დაბრუნდეს. ქუთაისი იყოს თუმართმოყვარე, ჩამოვიდა კაცი, მოვედით, აგერ ტერს ვტობოდნენ მოკრურად და როგორ შეიძლება რომ სხვანაირად ვილაპარაკო, ეს არის შეცვლილი ქუთაისი. ჩვენი ამოცანა არის რომ როგორ მე სიტყვა, სიყვარული, ადამიანური ურთიერთობები აღვადგინოთ. დავლეწოთ ეს პარტიული საზღვრები, ვინც ფულს გვაძლევს.
ის ყიდის კიდევაც. ვინც ყიდულობს, აი ასე ჩვენს ხმებს ყიდულობს, იმან დააქცია ეს ქვეყანა. ფულიანი პოლიტიკაში უბედურება. მე ვამბობ, აი ეს ესენი უბრალოდ ფორმულები კი არ არის. ეს არის კონკრეტული რა. სოროსელი არ გვინდა არსად, თავისუფლების ინსტიტუტი არ გვინდა არსად, ფულიანი არ გვინდა, გვინდა წესიერი კაცი, ერთგული კაცი, უღალატო კაცი. მე ვარ წესიერი, ერთგული და უღალატო. აირჩევ წესიერს, ერთგულს და უღალატოს, საქმე იქნება კარგად. მე ასეთ პარტიაში შეყოფილები შემადგენლობაში. უპარტიო იყო. პარტიაში შეყოფილი, ზოგიერთ გონია პარტია რახო. ის კი უთხრა ბორჟომში რომ ჯანდაბაში წასულხარ. მე ახლა თქვენზე მეტი კარგად ვიცი რომ ატომცემურს ერთად გაზრდილებო. თავის თავი თვითონ ძირზველ ქუთაისელი, რაც თავარია რომელსაც გული შეესწევს. ყველაფერს თვითონ პიროვნება არის ყველაზე მეტი ერუდირებული და ერთგული და მოყვარული ქალაქი. შენ გასაგონათო, მე გაიგონე რაც ვი. გაიგონე რაც ვი. თავიდან კი და ბოლო 10%. აი მე გაფანტული გონებით კი არა, გულიანად უნდა. ჩვენი პროექტია და ჩვენი პროგრამაა. ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. 30-40,000 სტუდენტით, მაღალი ტექნოლოგიების პარკებით. ამის გაკეთებას არავინ არ გჭირდება ჩვენ, არც ხელისუფლება და არავინ. ჩვენ თვითონ მოვაწესრიგებთ ამას. სადაც დღეს პარლამენტია, ამაზე უკეთესი ადგილი ძლიერი საუნივერსიტეტო სოფლისათვის არ არსებობს. ის შენობას უნივერსიტეტს უნდა კონდეს. ყველა მიმდებარე ტერიტორია ორი დიდი კორპუსის აშენება შეიძლება და გაკეთება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქუთაისი იყოს ძლიერი საუნივერსიტეტო. მე არ ვლაპარაკობ იმას, რომ წყლის პრობლემა უნდა გადაწყვეტოს, ის უნდა გაკეთდეს. ომის დროს იყო ფარსანაყანებიდან საქუსლიას გორაზ და გორაზე ავიყვანეთ წყალი ომის დროს. ეხლა დღეს რო ველაპარაკებიან რაღაცას და ორი აუზის მშენებლობა უწდება უფრო ძვირი, ვიდრე ფარსანაყანებიდან ავიყვანეთ წყალი საქუსლიას გორაზე და ფიზიკურად მუშაობენ. ამიტომ ჯერ აფხაზეთმა, მე აფხაზეთიდან გული დაგწდება რატო? აფხაზეთის დაცემის წინადღეებში 21 სექტემბერს ღვთისმშობლობა დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ აფხაზეთი ეცემა, თუ ქუთაისი შეძლებს ყველასგან უარია, თუ ქუთაისი შეძლებს, რომ გაახანთ ერთი თვითმფრინავით 200-300 კაცი წახვიდეთ, რაღაცა შეიძლება შეიცვალოს. მივედით აეროპორტში, 21-ში დავალება მივიღეთ და 23-ში გავფრინდით ერთი თვითმფრინავით. დამირეკეს წინასწარ და მითხრეს, ეს თვითმფრინავი ჩამოვარდებაო, გაიაშვილი იყო გენერალი. ვაჟალორ კიპანიძემ დარეკა. მეუფე კალისტრატეს ვეუბნები, რომ მეუფე ეს თვითმფრინავი 99% ჩამოვარდება. მე რო არ შევიდე დასახიჩრებული ვიქნები თელი ცხოვრება, იმიტომ რომ თუ ჩამოვარდება, მკვდარი ვიქნები, რომ ის ხალხი მოგდა და მე ცოცხალი ვარ, თუ არ ჩამოვარდება, ლაჩარი ვარ და რამინდა რო ვიყო. ამიტომ მე უნდა შევიდე, კალისტრატეთ შემოვიდე. ჩავედით, აი ასე გავბედეთ ეს და შევედით სიცოცხლის პასუხი. ჩავედით იმაში და გავახამძლივეთ, არ დაეცა სოფელი. ეს მინდა აფხაზეთიდან პრობლემა მოიწვია რა. თვითონავში შევედით და ჩამოვარდნით აფხაზეთში ჩავედით. 300 კაცი ჩავიყვანე მებრძოლი. თუ რაიმე იყო გენჩივედეგი. არავინ არ მიიღო, აქეთა ყველა კარები გაუხსენით. ყველა კარები გაუხსენით, აქეთ რომ მოდით, შემოდით, ეს სასტუმროები და ესენი გავაკეთეთ ყველაფერი, ხო? ამ იმაში ღამე მაქვს განათები, ბევრთან გაჭირვება იყო, მივსულ ვარ. ბევრს მიუპატიჟები ვარ, რამდენიმეს დაბადების დღეზე ვყოფილი ვარ ამ სახლში. წამლეს ადამიანები, ამათ გონიათ ეხლა რომ შაქარს რომ იწევს, პურის ხმის რომ იწევს, ვინმე ამათ დაგვაქცია. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ. ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა. ჩემი პროგრამაა ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი, ქუთაისი ინტელექტზე ორიენტირებული, ქუთაისი მაღალი ტექნოლოგიების პარკის ქალაქი. აი ეს რა ჩემი გაიხარეთ. მე არაფერი არ მაქვს, ჩემმა ბიჭმა დაამთავრა გუშინ საშუალო სკოლა. დღეს აქვს გამოსაშვების საღამო. მე მას უთხარი, ლაჩარი მამა არ გეყოლება და მე ამ ჩვენს დიდ ქალაქში, დავით აღმაშენებლის ქალაქში გავაკეთებ ყველაფერს, რომ არსად სასწავლებლად სხვაგან არ მიდიოდეს, ძლიერი უნივერსიტეტი იყოს, ვამაყობდეთ ამით. ბედნიერი ვარო, ჯიმშელეიშვილს ჩავედი, ხონში მოვკიდე ხელი პატარა ბიჭს, ძალიან კარგი კომპიუტერისტი იყო მსოფლიოში, საქართველოსთან ყველაზე ძლიერი კომპიუტერისტი ეს გახდა. როდესაც $8 შესაბამის კუპონს იგებდა პრეზიდენტი ხელფას, $56 შესაბამის კუპონს ეს ბიჭი იღებდა სტიპენდიას და სამჯერად კვებაზე ვყავდა. ამერიკელებმა ქუთაისში და ხონში ისწავლა, ქუთაისში დაამთავრა და თბილისში ბოლო 2 კურსი. არ უსწავლია უცხოეთში. ამერიკელები ეხვეწებოდნენ და $30,000 დაუნიშნეს და წაიყვანეს ამერიკაში. ნუ გგონია, რომ იქ თუ დაამთავრებს ის არის კარგი. აი აქ დაამთავრა ამ ყველაფერი და სოფლიოში ამერიკელებს, ჩინელებს ყველას აჯობა. მე ვიცი ამ ბავშვების ხისი. მე ვიცი რა შესაძლებლობები, ვიცი რა უნდათ. უნდათ რომ ჩვენ მომსახურე ერად გვარჩიონ, გვაქციონ, რომ ჩვენ განათლება არ გქონდეს,
კულტურა არ ქონდეს, ხელოვნება არ ქონდეს, დავით აღმაშენებელმა განსაზღვრა ქუთაისის ფუნქცია, თქვა, რომ ეს უნდა იყოს სულიერების კალათი, ეს უნდა იყოს ქართული ცნობიერების კალათი, აქ შექმნა აკადემია, აქედან აკვირდებოდა კოსმოს, ობსერვატორია აქ შექმნა, მან თქვა, რომ დედაქალაქი იქნება პოლიტიკური ქალაქი იქნება თბილისი, მაგრამ სულიერების ქალაქი იქნება ქუთაისი. ქუთაისს უნდა დაუბრუნოთ ეს, სიყვარულით ვიცხოვროთ, ღიმილი დავაბრუნოთ, გავაწყოთ ურთიერთობა ერთმანეთში და დავლეწოთ ეს პარტიული საზღვრები. არ დამწვარა ყველა პარტია. გვინდა ქუთაისი. აი ესაა ჩვენი პოზიცია. ამ პატარებს და ამ ახალგაზრდებს დავარწმუნებ მე იმაში, ნელ-ნელა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერ ქუთაისში ხმა უნდა ამოეღოთ, რომ ჩვენ კოპალიანი მას უეთქვა, ჩემთვის ეკითხა, მე ვეთქოდი, რომ მერად არ წახვიდე. მაგრამ კაცია, რომელსაც სადოქტორო აქვს დაცვილი. ამერიკაში 18 წელი იწყარო ჯენერალ მეტროში იმუშავა. დიდ ბრიტანეთში დაიცვა სადოქტორო. რუსულად სადოქტორო დაცული აქვს. დიმიტრი კოპალიანის ოჯახი გაზრდილია. როგორ მოექცეთ და გააგდეს ქალაქიდან. არავის არ ვაპატიებთ, აი ამ კაცისადმი, ქუთაისელისადმი და განათლებული კაცისადმი. ეს არის განათლებულზე განათლებული ადამიანი. ამ დამოკიდებულებას, ანუ წესიერება არ უნდა, განათლება არ უნდა, ძლიერი არ უნდა. დავით აღმაშენებელმა თქვა, რომ მე ვუჭერ მხარს ძლიერს და ვიცავ სუსტს. აი ესაა დავით აღმაშენებლის ფორმულა, რომელთაც ცხოვრობს დღეს მთელი მსოფლიო. ჩვენ ქუთაისი მთელ მსოფლიოს და საქართველოს ყველა იმას ვეთქვით, რომ ძლიერს დაუჭიროთ მხარი. არ მაინტერესებს მოუწონო არ მოუწონო, ძლიერი სტუდენტია, ძლიერი მოსწავლეა, ძლიერი სპეციალისტია, მას უნდა ქონდეს გზახსნილი. ყველანაირად, არავითარი პოლიცია მისი არ უნდა იყოს. უჭირს უნდა მივეხმაროთ მას. აი დავით აღმაშენებლის გზით უნდა ვიაროთ. ესაა ჩემი პოზიცია. აი ამ ჩვენი მეგობრების გასაგონად მე აქ დაბადების დღეებზე ვარ. იცი, ძალიან ბევრი ადგილს უბრალოდ. ეს ამას არ ვაკეთებ. მე მოვალ სხვა დროს აქ და შევდები და დაველაპარაკებ. ვისაც უნდა მევასწრეს იმას მიეცით ხმა ამაზე ხო არ არის ლაპარაკი. მე იმისთვის ურავსდება, რომ გამოდი გარეთ და ვიტყარი, რომ არ გაზდევს მას, არ მომწონხარ, არ მეწყინებ. მაგრამ აი ეს იმისი რომ არ გამოვჩნდე, იმიტომ რომ იმ პარტიასთან ვარ, ამ პარტიასთან ვარ, იმის გამო ვარ დადიანეს, ისინი რა ქვია, 300-400 წელს მოუხდიან პიროვნებებს, ხელფას დადიან, ეუბნებიან, ამას გაგიკეთებთ იმ